საიდუმლო თავდაცვითი ობიექტების საქმეზე თავდაცვის ორი ყოფილი მინისტრი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს და ერთმანეთის კომენტარს ტყუილს უწოდებს. თინა ხიდაშელმა დღეს განაცხადა, რომ ტრისტან წითელაშვილის სამხედრო ობიექტზე შესვლისას ობიექტს საიდუმლო სტატუსი ჰქონდა. მისი თქმით, ეს სტატუსი მოგვიანებით უშიშროების საბჭოს ხდომაზე მოიხსნა. აბსურდის თეატრი და პოლიტიკურ სპეკულაციაზე დაფუძნებული ფაქტია. ამ შეფასებას დღეს მინდია ჯანელიძე აკეთებს, რომელიც ამტკიცებს, რომ ბაზას საიდუმლო სტატუსი არ ქონია და წითელაშვილის იქ შესვლით მხოლოდ სარეჟიმო წესები დაირღვა. თავდაცვის ახალი მინისტრის განცხადებით კი რა მოხდა რეალურად ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ეს ადამიანი მე გამათავისუფლე თავდაცვის სამინისტროდან იმის შემდეგ რაც გავარკვიე რომ ასეთ ამბავს ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა. მეორე არ ვეთანხმები მე სარეჟიმო რასაც ამბობენ აღარ მახსოვს ხო სარეჟიმო წესის დარღვევის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. ნახოთ რა სიტყვის გამოძიება, მე ნამდვილად არ შემილია ეხლა არც მისამართების დასახელება იმ ობიექტის, რომელზეც საუბარია, მაგრამ ის ნამდვილად შემილია გითხრათ, რომ ეს საიდუმლო ობიექტები იყო. ერთ-ერთი უშიშროების საბჭოს ხდომაზე ჩვენ მოვხსენით მას საიდუმლო სტატუსს. ანუ მანამდე ის საიდუმლო დაწესებულება იყო, სხვანაირად ვერ მოვხსენით მას ამ სტატუსს. ეს ინფორმაცია არის ტყუილი, პირდაპირ გეტყვით. ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს, ან არ იცის ამის შესახებ, რომ ამ ობიექტს არ ქონია საიდუმლო სტატუსი, ან შეგნებულად აკეთებს ამას. მე ვიძახი სრული პასუხისმგებლობით, რომ ამ ბაზას არ ქონია საიდუმლო სტატუსი, სადაც დარღვევა მოხდა. რაც შეეხება რეაგირებას. მოგეხსენებათ, რომ რეაგირება ერთ დღეში არ ხდება. ჩემი მინისტრობის დროს გენინსპექციამ დაიწყო ამის შესახებ მოკვლევა, დაუტოვეთ დასკვნა მომავალ მინისტრს და მომავალ მინისტრმა ამ დასკვნაზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება. ეს არის აბსურდის თეატრი მთლიანად. ეს არის მთლიანად რაღაცა პოლიტიკურ სპეკულაციებზე დაფუძნებული, ასე ვთქვათ, ფაქტი და მე ამის შესახებ მე კომენტარს აღარ გავაკეთებ. ჩვენ სრულყოფილად გადაუგზავნით მასალები პროკურატურას, მეცაც გეტყვით. მიმდინარეობს გარკვეული ინფორმაციების კვლავ გადაგზავნა, მათ დაზუსტება კიდევ მოითხოვეს გარკვეული ინფორმაციების. ამიტომ უკვე პრეროგატივა პროკურატურისაა. დაიწყებს გამოძიებას, თუ შესწავლას დაასრულებს, თქვა, თუ არ ნახავს დანაშაულის ნიშნებს, ჩვენ მაქსიმალურად ყველა ინფორმაციას მივაწვით ბუნებრივია. თქვენ ამბობთ, რომ ეს იყო პირველადი მონაცემებით სარეჟიმო წესის დარღვევას გავს. ეს მე არ მithქვამს, ეს თქვა გენშტაბის ხელმძღვანელმა და მე მოვახდინე ამ პასუხის კონსტატაცია, ანუ რაც მან თქვა, ის უბრალოდ საზოგადოებას მივაწოდე. ჩემი მხრიდან არ იქნება კორექტული რომელიმე ყოფილ მინისტრზე გავაკეთო კომენტარები. მე ერთი შემიძლია განვაცხადო, რომ ის ობიექტი, რომელიც ფიგურირებს ამ საქმეში, არ განეკუთვნება არც მართვის პუნქტს, არ განეკუთვნება არც განსაკუთრებული დაცვის ობიექტს, ასე რომ დანარჩენი არსებობს ყველა დოკუმენტი, რომელიც მოითხოვა შესაბამის მოწყობიდან გადაცემულია, დასკვნას დადებენ თვითონ ისინი. ძალიან დასანანია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტი საერთოდ არ იყო ჩაყენებული საქმის კურსში. რაც შეეხება შემდგომ უშიშროების საბჭოს გამოთხოვილი აქვს დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე, იქნება მეტი ინფორმაცია ჩვენგან.